საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად. მოგესალმებით კონსუმენტ პიკის საათს სტუდიაში დავით პაიჭაძე, ჩვენი სტუმარია ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. გამარჯობა, მადლობთ რომ მოგზადეთ ჩვენთან. მოგესალმებით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. პიკის საათი. აქტუალური დღის წესრიგი, სასარგებლო ინფორმაცია, ახალი ინტერპრეტაციები, აზრთა მრავალფეროვნება. საღამოს პიკის საათი. საღამოს პიკის საათი. დავით პაიჭაძესთან ერთად. სამშაბათ დღეებში 17 საათსა და 5 წუთზე. ტალღაზე FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი, ჩვენი კოორდინატები დასაწყისში 24912924922 ჩვენი ნომრებია. რადიო 1.წერტილიჯი ჩვენი მისამართია ინტერნეტში, ხოლო FM 102.4 ჩვენი სიხშირის მოდულაციის დიაპაზონზე. თუ თქვენ ახლა რადიო 1 უსმენთ პიკის საათს, უსმენთ სწორედ ამ სიხშირეზე FM 102.4-ზე. კიდევ ერთხელ ჩვენი ნომრები 24912924242, როგორც ყოველთვის თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომრებზე, გამოთქვათ თქვენი აზრი, დაუსვათ შეკითხვა ჩვენ სტუმარს ანი ნაცვლიშვილს, ის გახლავთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ვიმედოვნებ ჩვენ ჩაგვერთვება გიორგი მელაძის კონსტიტუციის კვლევის ცენტრიდან. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვენა ველაპარაკოთ და გვაქვს ერთი მშვენიერი მაგალითი დღეს, აი სულ ცხელი მაგალითი, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება საქმე და ადვოკატები მოსამართლესგან მოითხოვენ თვითაცილებას, ან აცილებას მისას იმის გამო, რომ ამ მოსამართლეობამდე გამოთქმული აქვს და დოკუმენტირებული აქვს თავისი მოსაზრებები საქმეზე, რომლის განხილვაც ახლა უწევს. და თან დოკუმენტირებული აქვს იმგვარად, რომ ეს დოკუმენტები წარმოადგენენ არგუმენტებს პროკურატურის ხელში. ამ დროს ორი რამე და კითხოთ. ლოგიკურია თუ არა ადვოკატებისგან მოითხოვოთ მოსამართლეს აცილება და მოსამართლეს მართებს თუ არა, თუ კი ეს ლოგიკურია, მართებს თუ არა, ეს დააკმაყოფილოს. პირველ რიგში ძალიან ცხელი ფაქტია, ამიტომ მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, რამდენად მართლაც ეს მოსამართლე არის ის პიროვნება, რომელსაც დაფიქსირებული აქვს საქმეზე პოზიცია, ალბათ თავის წინა სამსახურში, თუმცა თუ ასეთ რამეს ადგილი აქვს და თუ ადვოკატებს აქვთ მტკიცებულებები შესაბამისი ფაქტის დასადასტურებლად, ბუნებრივია და მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ასეთი მოსამართლე ვერ იქნება საქმის მიუკერძოებელი განხილველი და მას ევალება, რომ მისცეს თვითაცილება, თუ ასეთ ფაქტებს ნამდვილად ადგილი ჰქონდა. კარგი, მოდი შევეხოთ ცოტა უფრო ფართო მასშტაბის საკითხებს, ვიდრე ეს არის ერთი სასამართლო სხდომა. მე გავიხსენებ 3 წლის წინანდელ რეალობას, როდესაც ხელისუფლება გამოიცვალა საქართველოში. მაგრამ სასამართლო ხელისუფლების სათავეში დარჩა ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დანიშნული. თუმცა ჩვენ მე და თქვენ შეიძლება ერთობლივ საუბარ შეავ, მაგრამ არაერთ ადამიანს ამ სტუდიაში სხვაგანაც უთქვამს, რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ეს არ არის მოსამართლეების დირექტორი და ეს არ არის მკაცრად ვერტიკალური და სუბორდინაციული სტრუქტურა, როგორც ჩინაგან სამინისტრო ახლა. ასე რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ხელის აქნევაზე არ არის დამოკიდებული სასამართლო სისტემის ქცევა მთლიანად და ყოველთვის. აი მაშინ მე ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა არხებიდან, სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა პოლიტიკური ვნებების თუ სიმპათიების მქონე ადამიანებისგან ერთი მხრივ სურვილი, მეორე მხრივ ვარაუდი, რომ აი ახლა აქვს სასამართლოს დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბების შანსი. ეს სურვილი გაცხადებული ქონა ახალმოსულ ხელისუფლებასაც და ამ პერსპექტივას, ამ ალბათობას, ასე ვთქვი, ხედავდნენ იმ ხანად ახალდამარცხებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც, რომ სასამართლო შეიძლება უფრო დამოუკიდებელი გამხდარიყო, თუ კი ის გახდებოდა უფრო რეზისტენტული, შესაბამისად, უფრო მეტი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა ახალი ხელისუფლების სურვილთა და განზრახვათა და ნების მიმართ. კიდევ ერთი თუ რასაკვირველია ახალი ხელისუფლება ასეთ სურვილებს სასამართლოს მისამართით გამოიჩენდა.
აი გამოხდა 9 წელი და მე მინდა 9 წელი კი არ გაწო, თუ 3 წელი კვადრატული ფესვი 9-დან და მე მინდა გთხოვოთ ბოლო 3 წლის მანძილზე აღწეროთ დინამიკა, პროცესი მიმდინარე საქართველოს სასამართლო სისტემაში. რა წერტილშია ახლა ეს სასამართლო? ეს არის უფრო დამოუკიდებელი, ეს არის რეალურად იმავე დამოუკიდებლობის, იმავე ხარისხის მქონე თუ კიდევ რაიმე სხვა, თუ კიდევ უარეს? რთული შეკითხვა და ბუნებრივია მოითხოვს ძალიან კომპლექსურ ანალიზს. და შევეცადოთ რომ მარტივად გავშალოთ თემა. პირველ რიგში ალბათ სწორი იქნება გავაკეთოთ მთავარი ტერმინის დეფინიცია, რას გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეს გულისხმობს ორ რამეს: სასამართლოს დამოუკიდებლობას გარე აქტორებისაგან, ხელისუფლების ორი დანარჩენი შტოსაგან, პარლამენტი, თუმცა შეიძლება იყოს რაღაცა სხვა საზოგადოებრივი ჯგუფიც, საქართველოში ალბათ ნაკლებად, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც მაგალითად კორპორატიული გავლენები, დიდი კორპორაციების გავლენები, ბანკების გავლენები, ბიზნესის გავლენები, თუმცა ჩვენ რეალობაში ეს ნაკლებად და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი სასამართლო დამოუკიდებლობის ეს არის სისტემის შიგნიდან დამოუკიდებლობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეალურად ვისაუბროთ ჩვენ სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლების დამოუკიდებლობაზე. გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის შემადგენელი არის თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობა. თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობა, მაგრამ აი წეგან რა თემაც ვახსენეთ და ამასაც უნდა შევეხოთ, დამოუკიდებლობა იგივე მაგალითად სასამართლოს შიგნით კონკრეტული თანამდებობის პირებისგან. სამწუხაროდ ის რეალობა, როგორც ნორმატიულ დონეზე, ანუ კანონში არსებული რეალობა, ასევე პრაქტიკაში არსებული რეალობა იყო იმგვარი 2012 წლამდე, რომ მოსამართლეები ვერ იყვნენ დამოუკიდებელი, მათ შორის ვერც შიგნით სასამართლო სისტემის ვერტიკალისგან. მე ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პერსონალიებზე არ მაქვს საუბარი, იმ უფლებამოსილებით, რა უფლებამოსილებითაც ის არსებობდა წლების განმავლობაში, არ იყო ზედმეტი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ბევრი დე იურე და დე ფაქტო უფლებამოსილება. მაგალითისთვის დღემდე ასეა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერთპიროვნულ თანხმობას გასცემს, როდესაც სიცხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს მოსამართლის მიმართ. ასევე მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ინსტანცია თუ ერთადერთი არა, იმუნიტეტის მოხსნაზე ის ერთპიროვნულად გასცემს თანხმობას. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფლებამოსილება ცალსახად უნდა ჰქონდეს კოლეგიურ ორგანოს. იქნება ეს, შეიძლება ეს იყოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი, შეიძლება ეს იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთი ადამიანის ხელში მოქცეული ძალაუფლება, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული უფლებამოსილებაა და ბუნებრივია, როცა ერთი ადამიანის ხელშია ეს უფლებამოსილება მოქცეული, მას სერიოზული გავლენები შეუძლია მოახდინოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე. ამასთან მას ჰქონდა უფლებამოსილება, რომ ერთპიროვნულად დაეწყო დისციპლინური დევნა მოსამართლის მიმართ, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს პროცესი ინაცვლებდა, უნდა გადაენაცვლებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ საბჭოსთვის მიმართვის უფლებამოსილება ერთპიროვნულად გააჩნდა. რაც ძალიან პრობლემურია ასევე. მთელი რიგი სხვა უფლებამოსილებები, მაგალითად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობები, რომლებსაც ირჩევდა კონფერენცია მოსამართლეთა, მაგრამ კონფერენციაზე კანდიდატების დასახელება შეეძლო ისევ და ისევ ერთპიროვნულად უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს. ეს შეიცვალა და ნებისმიერ პირს შეუძლია დასახელოს. ანუ 2012 წლამდე კანონმდებლობაშიც და პრაქტიკაშიც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე იყო ძალიან ბევრი უფლებებით აღჭურვილი პირი, ზედმეტი უფლებამოსილებებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც მათ აძლევდა შესაძლებლობას, რომ ძალიან სერიოზულად ეკონტროლებინა სასამართლოს შიგნით სიტუაცია, რაც რა თქმა უნდა არაჯანსაღ ამავე დროს დაეცვა თუ არა სასამართლო, რასაც თქვენ ამბობთ, გარე სისტემის გარეთა დაჭრილისაგან. ეს ფუნქცია მას ჰქონდა, თუმცა რამდენად ეფექტურად ახორციელებდა ცალკე საკითხია, მაგრამ დაცვისგან დამოუკიდებლადაც რომ ვთქვათ, ასეთი ჭარბი ძალაუფლების ქონა ერთი ადამიანის ხელში ბუნებრივია უკვე აჩენს ძალიან სერიოზულ რისკებს. ეხლა რაც შეეხება იმას, რა მოხდა 2012 წლის შემდეგ, ძალიან სპეციფიურ სიტუაციასთან გვაქვს მართლაც საქმე, როდესაც იცვლება აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება და იგივე რჩება სასამართლო ხელისუფლება. დემოკრატიული ქვეყნის პირობებში ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ უნდა იყოს ვიღაც, ვინც პოლიტიკურ ნებას და გავლენას არ დაექვემდებარება. მაგრამ მე მგონი ჩვენ ქართულ რეალობაში ვნახეთ შემთხვევა, როდესაც სასამართლოზე კონტროლის მოპოვებას და ეს
შეიძლება 2012-13 წლებში იმდენად ცალსახად არ ჩანდა, მაგრამ დღეს ჩემთვის არის ძალიან ცალსახად და ნათელი, რომ სასამართლოზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის სასამართლოს შიგნით მყოფი ჯგუფები, რომლებიც არ არიან კავშირში სავარაუდოდ მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება ცალკე ცდილობს სასამართლოს შიგნით მყოფი ჯგუფები, ანუ მოსამართლეების ერთი ჯგუფი, კი ბატონო. რანაირად შეიძლება ეს მოახერხონ? მარტივად. ხო, მე ვკითხულობ ამას, წმინდად ადამიანური ფაქტორები ამოქმედდება თუ არა კანონმდებლობაში არსებობს ამის შესაძლებლობა? სამწუხაროდ არსებობს ამის შესაძლებლობები კანონმდებლობაშიც. მე გასულ კვირას გავაკეთე პრესკონფერენცია, იმიტომ რომ გავხდი ძალიან საეჭვო და შემაშფოთებელი პროცესების მომსწრე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მსმენელისთვის რომ გახდეს უფრო ნათელი რაზე ვსაუბრობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეს არის ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით აქვს ვალდებულება, რომ მოახდინოს სასამართლო სისტემის ადმინისტრირება და იზრუნოს ერთის მხრივ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მეორეს მხრივ მის ეფექტურ ფუნქციონირებაზე. საბჭო შედგება 9 მოსამართლე წევრისაგან, ამათგან 8 არის არჩეული მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და 1 არის თანამდებობრივად შედის მის შემადგენლობაში და თავმჯდომარეობს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე. აი ეს 8 ადამიანი აირჩევა მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და მათ აქვს ძალიან სერიოზული უფლებამოსილებები როგორც საბჭოს წევრებს. სამწუხაროდ რაც მე ვნახე საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას იყო ძალიან ნათელი დაპირისპირება საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის და ძალიან პირდაპირი შეთავაზება მოსამართლე წევრების მხრიდან არამოსამართლე წევრების მიმართ, რომ მათ მიეღოთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვაკანტური ადგილების ნაწილი შეივსება არა კონკურსის წესით, არამედ უკონკურსოდ. და ბუნებრივია ჩნდება კითხვა პირდაპირი დანიშვნით, რაც წარმოადგენს დაწინაურებას საბჭოს მხრიდან. ეს იმ პირობებში, როდესაც საბჭოს აქვს პირდაპირი უფლებაც და მოვალეობაც და დიდი ხანია ეს წერია ორგანულ კანონში, რომ შეიმუშაოს მოსამართლეთა დაწინაურების წესი და კრიტერიუმები და ეს წესი და კრიტერიუმები დღემდე არ არსებობს. ანუ გაუგებარია საბჭომ რა პროცედურით რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა შეარჩიოს ახლა ის 7 ადამიანი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდება. როდესაც ასეთი წესები დადგენილი არ არის, რა თქმა უნდა, ჩნდება ძალიან სერიოზული რისკი, რომ მოხდეს არასათანადო მოტივებით გადაწყვეტილების მიღება, უფრო მეტიც. არამოსამართლე წევრებმა ნაწილმა და ნაწილმა მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც საბჭოში სხდომას ესწრებოდნენ, ღიად განაცხადეს, რომ მათ იცოდნენ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებს ჰქონდათ კონკრეტული სია ადამიანებისა, ვისი შეყვანაც მათ სურდათ საბჭოში. მე არ ვიცი ეს ასეა თუ არა, მაგრამ როდესაც ასეთ ბრალდებას იყენებენ შენი კოლეგები და მოსამართლეთა კორპუსის რიგი წარმომადგენლები, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება როგორც მოსამართლეს და როგორც მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენელ საბჭოში, რომ დაასაბუთო, რატომ უნდა მოხდეს უკონკურსოდ 7 ადამიანის შერჩევა. ასეთი დასაბუთება საბჭოს წევრებს არ ჰქონდათ. მათ ჰქონდათ 2 არგუმენტი, რომელიც მარტივად გაბათილდა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მათ მიერ იქნა მიღებული, რომ უკონკურსოდ მოხდეს ამ ვაკანსიების შევსება. ისმის მარტივად კითხვა, თუ მოსამართლე წევრებს ირჩევს კონფერენცია და თუ შემდეგ ამ წევრებს საბჭოში შეუძლიათ მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ, ხომ არ გვაქვს აქ ადგილი იმასთან, რომ ადგილი ჰქონდეს, გარიგებას გარკვეულ გარიგებებს, გარკვეულ ჯგუფებს შორის, რომ ეხლა შენ დამიჭირე მხარი და შემდეგ, როდესაც მე მოვალ ამა თუ იმ პოზიციაზე, შემდეგ მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება შენთვის ხელსაყრელი. ამიტომ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, ბუნდოვანებები, დაურეგულირებელი საკითხები ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან სერიოზული ძალაუფლებები მათ შორის სასამართლო კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან იქნეს ბოროტად გამოყენებული. ეს ასეა თუ არა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე უნდა შეფასდეს, საერთო შეფასებისგან მე თავს შევიკავებ, მაგრამ რაც მე ვნახე იყო ის, რომ მეორე მხრივ გარიგების შეთავაზებას ჰქონდა ადგილი. მეორე მხრივ
თუ დავანებებთ ძალიან კონკრეტულ ასპექტებს თავს იმისას, ან თუ დროებით უგულებელყოფთ მან. მეორე მხრივ ყოველთვის კონკრეტული ადამიანები ინიშნებიან, ხო? იმ ვაკანსიებს შეავსებენ ვიღაცა სრულად კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ასევე, რაღაც გაივლიან გარკვეულ პროცედურებს და არ ვიცი ხა ჩემთვის ეს სრულად უცნობია, მაგრამ რაღაცა კრიტერიუმებით მოეწონებათ შემრჩევებს ან დაიწუნებენ მათ. გინდა არ გინდა ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან სუბიექტური ნების გამოხატულების შედეგი. ხო? ვიღაცა მოისურვებს, რომ ისინი იყვნენ იმ საბჭოში და მისცემს ხმას, რა. ასე რომ თუ ამ შემთხვევაში, დღევანდელ შემთხვევაში თქვენ აპროტესტებთ იმას, რომ მოსამართლე წევრებს სურდათ მათი ხილვა ამ ვაკანსიებზე, სხვა შემთხვევაში ეს იქნება უბრალოდ სხვა პროფესიის ხალხი, რომელიც ისურვებს ასევე მათთან სხვა კანდიდატურების, სრულიად კონკრეტული კანდიდატურების, კონკრეტული მიზეზებით ალბათ გამპირობებული კანდიდატურების ხილვას. ესე რომ მე რაც იურისტებს ვიცნობ, ვიცი რომ მე მგონი არ არსებობს ახლა დებულება, ნაბიჯი გადაწყვეტილება, რომლის მოტივირება არ შეიძლებაოდეს და რომლის გამაგრება არ შეიძლებაოდეს საკანონმდებლო ნორმებით. ალბათ ასეა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. რატომ გონიათ რომ სხვა შემთხვევაში, თქვა სხვა პროცედურის შემთხვევაში, იქ უკეთესი შემადგენლობა მოხდება მაგალითად. აი ამაშია ზუსტად საქმე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ადამიანებს, მათ მსოფლმხედველობას, მათ ეთიკას ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებების მიღების დროს და ვერ გამოვრიცხავთ სუბიექტურ ფაქტორს, მაგრამ კარგი კანონმდებლობა სწორედ უნდა აზღვევდეს სუბიექტური მოტივებით გადაწყვეტილების მიღების რისკებს და მინიმუმამდე დაყავდეს ეს რისკები. რომ მაგალითად მსმენელი იმის განშისას ვინ უკეთესი მოსაუბრეა, ვთქვათ, დავით ბაიჭაძე თუ ანა ნაცვლიშვილი, მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებით არ ისარგებლებს და მას ექნება გარკვეული კრიტერიუმები, რომელთაც უნდა შეაფასოს მან ეს მსმენელი და ეს კრიტერიუმები ყველასთვის იქნება თავიდანვე ცნობილი. რა თქმა უნდა, როგორც იურისტებს მათ შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილება დაასაბუთონ, მაგრამ სხვა იურისტებს ასეთი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეაფასონ რამდენად სუსტი ან მყარი და დამაჯერებელი იყო ეს დასაბუთება. პრობლემა იმაშია, რომ საბჭოს დღეს არც კი ევალება დაასაბუთოს მის მიერ მიღებული ფაქტიურად არც ერთი გადაწყვეტილება. და ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებს ის იღებს იმის მიხედვით, ვერავინ ვერ იგებს გარედან რატომ მიიღო საბჭომ ესათვის გადაწყვეტილება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბჭოს შემადგენლობა უზრუნველყოფილია, მაგალითად ფართო კონსენსუსით, ხო ეს არ იყო ერთი ადამიანის ნება, რომ საბჭო აი ამ შემადგენლობის ყოფილიყო, რაც ახლა ჩვენ გვაქვს და ჩვენ გვახსოვს პერიპეტიები, ზოგჯერ მღელვარე, ზოგჯერ სრულად არამღელვარე და რუტინული, რაც წინ უძღოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაკომპლექტებას. ეს გვაქვს ერთ შემადგენლობით, როგორთაც გვაქვს. შესაბამისად ეს საბჭო ლეგიტიმური ორგანო არის და წარმოადგენს პრინციპში მრავალმხრივი შეთანხმების თუ დათანხმების და კონსენსუსის შედეგს, ხო? ამდენად თუ კი ის არის ლეგიტიმური და კონსენსუსის შედეგად დაკომპლექტებული, ეს ნიშნავს, რომ ის სარგებლობს საკმარისი, ნიშნავს თუ არა მინდა გკითხოთ იმას, რომ ეს სარგებლობს საკმარისი ინდობეთ საიმისოთ, რომ ყოველფეხის ნაბიჯზე არ ასაბუთოს თავისი გადაწყვეტილებები. საბჭო მას ხომდობა გამოუცხადა ძალიან ფართო შემადგენლობამ პროფესიული კორპუსის, ანუ იურისტების, იქ პარლამენტის, პრეზიდენტის, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის, პრეზიდენტის აღარ უკაცრავ, პრეზიდენტი აღარ ნიშნავს წევრებს. პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ერთი წევრი დანიშნოს და მისი წარმომადგენელი არის დღეს საბჭოში. მაგრამ მოდი ჩვენ დავუბრუნდეთ მათ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს და მე გავიხსენებ, ვთქვათ ასე, ხალხურ ბრჭყალებში, ანუ პოლიტიკურ არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი. თუ მოგვაქვს აღქმაში ასე აღიბეჭდება, რომ მოსამართლე იღებს ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, მაშინ დამთავრებულია იქ სამართლის საკითხი საერთოდ არ დგას და ეს არის ერთმნიშვნელოვნად ზეწოლის შედეგი. არ უნდა დაეძებს იქ ფაქტების გამოკვლევას, დეტალების ჩახედვას, სამართლებრივ გამართულობას საქმის. აი ხელისუფლებას თუ ვიცით, რომ ეს უნდოდა რომ მომხდარიყო და მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მორჩა დამთავრებულია, სახალხო აღქმა გვეუბნება, რომ ეს მოსამართლე არის მსახური ხელისუფლების და არა მართლმსაჯულების და არა სიმართლის, ხო? ამიტომაც ლოგიკურად მოიშველიო
სხვა ამის საპირისპირო არგუმენტი, რომ აი ხელისუფლებას რაც არ უნდა თუ ისეთ გაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება სწორედ დამოუკიდებლობის ნიშანი. ლოგიკურად შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ არსებითად მინდა თქვენ თქვათ, აქსიომაში როგორ არის საქმე, ხო? რა უფრო სიღრმისეული კრიტერიუმები განსაზღვრავს, ჩვენ თქვით ვილაპარაკეთ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე, სასამართლოს, მაგრამ როცა საკითხი არის პოლიტიკურ ჭრილში, საზოგადოებრივ ჭრილში, როცა საზოგადოების აღქმას ეჯახება ეს საკითხი. აი აქ ვფიქრობ საჭირო უფრო კარგად დამუშავებული კრიტერიუმების მოშველება საიმისოთ, რომ ჩვენ მეტნაკლებად კვალიფიციურად ველაპარაკოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და არა მხოლოდ აი ამის დანახვა, რომ ხელისუფლებას აწყობს ეს გაწყვეტილება მიიღო და აჰა, ესე იგი დამოუკიდებელი არ არის. კი, გეთანხმებით, რომ მხოლოდ აი ამ ტესტის აღება ხელისუფლების პოზიციას, სავარაუდო პოზიციას ეთანხმება თუ არა მოსამართლე კონკრეტულ საქმეში, ეს ზედაპირული შეფასება იქნება, მაგრამ როდესაც გვაქვს სტატისტიკა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ხელისუფლების და თქვა სისხლის სამართლის საქმეზე, ეს იქნება პროკურატურის მიერ გამოხატულ პოზიციას, მაშინ აშკარად ჩნდება ეჭვი, რომ თუ 98% საქმეებში ან 99% საქმეებში პროკურატურის არგუმენტაცია გადმოტანილია სასამართლოს მიერ თავის გადაწყვეტილების და განაჩენის დასაბუთებაში და ყველა შუამდგომლობა, რასაც მაგალითისთვის ვამბობ, პროკურატურა აყენებს გათვალისწინებულია და დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა სტატისტიკურად არ კმაყოფილდება, ეს ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვებს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში არის მიკერძოებული და არ არის დამოუკიდებელი. ამიტომ სტატისტიკა როგორც წესი არ მიყვარს ხოლმე ადამიანის უფლებებზე საუბრისას, მაგრამ ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმის შესაფასებლად ზოგადად როგორია სასამართლოს პოზიცია. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელსაც უნდა შევხედოთ შეფასებისას, რა თქმა უნდა, არის რამდენად კანონთან თანხვედრაშია სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენად თანხვედრაშია ის ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, რომელთა დაცვაც პირდაპირ ევალება სასამართლოს, იმიტომ რომ მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი გადაწყვეტილების ჩვენთვის გულისხმობს სასამართლოსთვის და ზოგადად ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ქმედებების. დღევანდელი სიტუაციიდან რო ვიმსჯელოთ წინასწარი პატიმრობის გამოყენება ძალიან გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენდა და დღემდე არ არის ეს პრობლემა ბოლომდე აღმოფხრილი და ხედავთ მაგალითებს, როდესაც ბოროტადაც ხდება მისი გამოყენება. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტთან, რომელიც სახელმწიფოს აღიარებული აქვს როგორც მისი პირდაპირი ვალდებულება და ხელისუფლებამ, სასამართლო ხელისუფლებამ, მათ შორის და პროკურატურამ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად არ ხელმძღვანელობს. ამიტომ კანონიერი რამდენად არის ეს გადაწყვეტილება, როგორ იქცევა მოსამართლე, რამდენად დამოუკიდებლად და მიუკერძოებელ შთაბეჭდილებას ტოვებს ის გარე დამკვირვებელზე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან მოკლედ შევეცდები ისევ დაუბრუნდეს საბჭოს და თქვა რატომ არის ეს სამჭო. გიორგი გვერდება და მოусმინეთ თვითონ. თოთ მოიმარჯვოთ საფრთხე. გიორგი, გამარჯობა. ესმით ჩვენი გიორგი გესმით ჩვენი გამარჯობა თუ გაითიშა მითხარით ეთყობა გაითიშა გათიშულა როგორ ჩანს კარგი იმედია რომ მოხერხდება ტექნიკური ხანს მანამდე შეგვიძლია რომ ძალიან მოკლედ შევეცდები მსმენელს შეიძლება მოეჩვენოს რომ ეს საბჭო არის რაღაც ცალკე ორგანო რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია ცალკე განვიხილოთ მაგრამ პირდაპირ კავშირში არ არის იმასთან რაც ხდება სასამართლო ოთახებში მაგრამ ასე რეალურად არ არის რატომ იმიტომ რომ საბჭო არის ორგანო რომელიც ნიშნავს მოსამართლეებს საბჭო არის ის ორგანო რომელიც ახლა ამ ძალიან სარისკო დებულებებით რომელიც ეხება მოსამართლეთა გამოსაცდელვადას შეაფასებს მოსამართლეებს 3 წლის განმავლობაში საბჭო არის ის ორგანო რომელსაც შეუძლია მოსამართლე ერთი სასამართლოდან მეორეში გადაიყვანოს მათ შორის დააწინაუროს საბჭო არის ის ორგანო რომელსაც შეუძლია დისციპლინური დევნა განახორციელოს მოსამართლის მიმართ მოკლედ ის რაც ხდება სასამართლო დარბაზებში, რა ტიპის პროდუქტს ქმნის მართლმსაჯულება, ამაზე ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს საბჭოში მიმდინარე პროცესები და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მე არ მინდა რომ მხოლოდ
ამავე დროს მხოლოდ მოსამართლე წევრების როლს და მათ საქციელებს გაუსვა ხაზი. მინდა გითხრათ. აი ახლა ნამდვილად გვართვება მგონი გიორგი მალაძე. გამარჯობა გიორგი. ჩვენ სტუდიაში ვართ ანანას შუშულთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და ვლაპარაკობთ, მოგეთ ვჯელობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მის ხარისხზე. თქვენი აზრით, ბოლო 3 წლის მანძილზე სასამართლომ ლაპარაკია საქართველოს სასამართლო სისტემაზე ცხადია. აჩვენა ის, რომ მისთვის ღირებულია ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობა და გადადგა ნაბიჯები ამ მიმართულებით, თუ ის დაახლოებით იგივე დონეზეა დამოუკიდებლობის მხრივ, როგორც იყო 2012 წელს, ან კიდევ უარესზე. აქ შეგვიძლია ორი საკითხი გამოვყოთ. ერთი ეს არის აღმასრულებელი და საპარლამენტო შტოების მზრუნველობა იმაზე, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, საქმე ეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, საკანონმდებლო ნორმებს, რომელიც განამტკიცებდა ამ დამოუკიდებლობას და მეორე ეხება ვითარებას თავად სასამართლო სისტემის შიგნით. ის თუ როგორც დღეს არის სასამართლო სისტემა, თქვენი შეფასებით, განსაზღვრულია უფრო რა ფაქტორებით? უფრო ასე ვთქვათ, ობიექტური ფაქტორებით, არსებული კანონმდებლობით, ამის მიმართ, სასამართლო სისტემის მიმართ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოთა მიმართებით, თუ უფრო ასე ვთქვათ, ადამიანური, კულტურული ფაქტორებით. კერძოდ იმით, რომ იურისპრუდენციაზე საქართველოში და მოსამართლეთა ეთიკის კოდექსზე და ქცევის კოდექსზე საქართველოში მძლავრობს და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციულ ნორმებს და ფორმებს ურთიერთობის, მათ შორის ხელისუფლებათა შტოებს შორის ურთიერთობის და სწორედ ეს განსაზღვრავს იმ ხარისხს დამოუკიდებლობის, რაც აქვს სასამართლოს. მესმის, რომ კითხვა ძალიან რთულად ჩამოაყალიბე, მაგრამ იმედი მაქვს თქვენ გამიგებთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენს უმარს მივესალმები. ძალიან საინტერესო საკითხია ზოგადად. მე რამდენიმე მომენტი დავინახე ამ კითხვაში. პირველი სასამართლოს მიმართულები, დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართულებით კეთდება თუ არა რამე. მეორე, დამოუკიდებელი სასამართლო არის ცალკე მდგომი საკითხი თუ საკითხი სხვა მნიშვნელოვან მართვის ინსტიტუტებთან ერთობლიობაში და ამ ორივეს შევეცდები რაღაცნაირად პასუხი გავცე. მე მგონი რაღაცნაირად ყველა ძალიან ცუდი სილა გააწნეს იმ ადამიანებს, ვისაც ეს რაღაც ევროპულ, დასავლურ, ამერიკულ ნებავთ დისკურსში ქონდა თავი წარმოდგენილი, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაზე ფიქრობდა, მსჯელობდა, განსაკუთრებით გულისხმობ ძალიან ბევრ ახალგაზრდა ადამიანს, აი თქვენთან ახლა იმყოფება ანანა სვლიშვილი, საკმაოდ ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც ახლა ძალიან საინტერესო საქმეშია ჩართული და ყველა ამ ადამიანისთვის, ამ თაობისთვის, ჩემი თაობისთვის, ჩემს წინაც რატომაც არა, თაობები მე მგონი რომ რაღაც პერიოდი ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ევროპულ დებატში ამ ქვეყანაში ხელისუფლების დაბალანსების, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხების გარშემო. ევროპულში რატომ? იმიტომ რომ ეს დებატი რაღაცნაირად ცივილიზებული ფორმით მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კრიტიკული საკითხი იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ეს თემები იყო განხილვის საგანი. და ამ თემებზე შესაძლებელი იყო პოზიციების მოსმენა, დასაბუთებული პოზიციების მოსმენა. გნებავთ ერთი, გნებავთ მეორე მხარიდან, ხო? მხრიდან. ეხლა მე რაც მგონია მთავარი ძალიან დიდი შემაფერხებელი სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხის განხილვისთვის და არა სასამართლო დამოუკიდებლობისთვის თვითონ, იმიტომ რომ ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგიდან მოიხსნა. მე მგონი ეს არის პირველი, რომ დავკარგეთ დებატი, სადაც გვაქვს არგუმენტები. ეზოთერული არგუმენტები, რომელიც მიმართულია სიკეთეების დასაცავად, რომელზეც საერთოდ უნდა შევთანხმდეთ სიკეთეებს წარმოადგენენ თუ არა და მე მგონი ეს რას გულისხმობთ? ცოტა გაუგებარია. რა ეზოთერული არგუმენტები? რომ სასამართლოს, ესე იგი, სასამართლოს მიმართულებით დაიწყო, ვთქვათ, ისეთი ინსტიტუტები დაისვა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელი ინსტიტუტებიც იყო ამ სასამართლო რეფორმის ძირეული მომენტი. მაგალითად, ნაფიცაჯულებს დაუსვეს კითხვის ნიშანი, დაიწყო ლაპარაკი საპოლიციო რაღაცა ინსტიტუტების შექმნაზე სასამართლო სისტემაში, რომელიც მისცემდა სასამართლოს ადმინისტრაციულ ორგანოებს მართვის ბერკეტებს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი დებატია ჩემი აზრით. ჩვენ ასევე ამ სასამართლოს რეფორმის ნაწილად განვიხილავთ თქვათ იმ პრობლემას, როდესაც ფაქტობრივად მოსამართლეები აღარ ინიშნებიან და სასამართლო რჩება მოსამართლეების გარეშე, რეალობა რომელიც სამწუხაროა და დგას. ამაზე ძალიან ცოტა ლაპარაკობს, მაგრამ დავფიქსდეთ ამაზე ძალიან ცუდ შედეგებამდე მივდივართ მოკლე ხანში, იმიტომ რომ ბევრი მოსამართლეს გაზდის ვადა, ბევრი მოსამართლე წავიდა სისტემიდან ამ ვადის ამოწურვის გამო და მათ არ აქვს სურვილი რომ დაბრუნდნენ სისტემაში. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. არ არის საკმარისი კვალიფიციური ადამიანი ეხლა რომ ჩაანაცვლოს, თუნდაც სასულები არა თუ ის რომ არსებული მაშინ რაც იყო, ესე იგი რაოდენობრივი ხარვეზი ამოავსოს. აი ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ რაღაცაზე, ცვლილებებზე, პროცედურულ ნაწილში, თქვათ, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანი რომ მივა სასამართლოში, მოსამართლე დახვდეს და აქ რა ხდება, ხო? არაფერი. არც არანაირი მექანიზმი შემოთავაზებული არ გვაქვს. ჩვენ არ ვიცით სხვათა შორის გიორგი, როგორც მე მესმის უკაცრავად, თუ შეიძლება დავუძით თქვენთანაც და ანასთანაც, ის რომ მოსამართლეთა ავტომატური, როგორც თქვენ, გადანიშვნა არ მოხდა, მათი 10 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ და მათ კიდევ უწესებენ რაღაც 3 წლიან გამოსასწრაფ ვადას, ეს თქვენ ასე მესმის მე რასაც ამბობთ. ეს თქვენ მიგაჩნიათ სასამართლოს დამოუკიდებლობის სერიოზულ დაბრკოლებად? ძალიან სერიოზულად. ანა, თქვენ გიორგი, ერთი წუთით თუ შეიძლება. თქვენ, ანა? მე არ ვეთანხმები. გიორგი, დარჩით ხაზზე გთხოვთ. არ ვეთანხმები 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის საჭიროებას და მიზანს შეწონილობას განსაკუთრებით ქართული რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ აქვე დავაკონკრეტებ, რომ კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ნებისმიერ ისეთი პროცედურის შემოღებას თუ პროცესს, რომელიც მოსამართლეთა კორპუსს ფაქტიურად ავტომატურ რეჟიმში გადანიშნავდა და ეს ჩაკეტავდა სისტემას ახალი სისხლის, როგორც იტყვიან ხოლმე, შემოდინებისთვის. მინიმუმ იმიტომ რომ ჩვენ საუბარშიც ვახსენეთ მოსამართლეთა კორპუსის ძალიან დიდ ნაწილს ალბათ არ ქონდა საზოგადოების ნდობა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო ალბათ უფრო ობიექტური ჩემი პირადი მოსაზრებით ამიტომ თუ შეიძლება იგივე მოსამართლეები დაბრუნდნენ სისტემაში მაგრამ საჭიროა რომ მათ თავიდან მიიღონ ლეგიტიმაცია ძალიან გამჭვირვალე ღირსებაზე და პროფესიულ ნიშანზე დაფუძნებული შეჯიბრებითი ანუ კონკურსის სისტემის მეშვეობით. თუმცა არ ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს და სწორია რომ ეს არის გამოსაცდელი ვადა. მაგრამ გადანიშნა იქნებოდა ძალიან ავტომატური გადანიშნა იქნებოდა ძალიან პრობლემური გარეგანკურებლის თვალსაზრისით. როცა ლაპარაკობთ არხის გახსნაზე ახალი სისხლისთვის, როგორც ცნობილია, მოსამართლეები არიან ძალიან დატვირთულნი, მათ ბევრი საქმე აქვს განსახილველი და შაბათ-კვირას კი არ მუშაობენ სასამართლოში არ მიდიან, მაგრამ შეიძლება ისე მუშაობენ, იმიტომ რომ საქმეებს უნდა გაწყვეტენ. ასე რომ ახალი სისხლისთვის რჩება ადგილი თუნდაც იმიტომ რომ დანარჩენ მოსამართლეებს შრომა ცოტა შეუმსუბუქდეს და რაღაც იგი უფრო კვალიფიცირებიც გახდეს. აი ამაშია პრობლემა რომ სადა ეს ახალი სისხლი რეალურად იქმნება და აქ ძალიან ცოტა 40 წუთი იმისთვის რომ გავშალოთ ყველა თემა, მაგრამ ალბათ გიორგი დამეთანხმება რომ პრობლემა მარტო სასამართლო სისტემაში დღეს არ არის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში რომელიც უნდა ამზადებდეს ამ ახალ სისხლების განმავლობაში იყო ძალიან ჩაკეტილი რეალობა, როდესაც იმისათვის რომ ადამიანი მომხდარიყო ამ სკოლაში არ იყო საკმარისი მხოლოდ სურვილი, გონება და სურვილი. ამიტომ სკოლის ჩაკეტვა კიდევ რა სკოლა იყო რეალურად ძალიან ჩაკეტილი სისტემა იმისთვის რომ ადამიანი იქ მომხდარიყო მხოლოდ და მხოლოდ თავისი გონებრივი შესაძლებლობებით. ძალიან დაჭირდებოდა კიდე იქ ხო როგორც მოიცი გადიოდნენ გამოცდას, აბარებდნენ, გადიოდნენ გასაუბრებას, აბარებდნენ გამოცდებს და ეს პროცედურა ხდებოდა შერჩევა. ეს პროცედურა იყო საკმაოდ გაუმჭვირვალე, მათ შორის გამოცდების და სკოლაში მიიღების წესი, რაც აჩენდა არაერთ კითხვის ნიშანს იმის შესახებ, ხდებოდნენ იქ ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობებით თუ სხვა ნიშნითაც. ამიტომ სკოლის დონეზე სისტემის ჩაკეტვამ დღეს უკვე მოგცა ძალიან სერიოზული პრობლემა, რომ აი ეს ახალი სისხლი შეიძლება რეალურად ძალიან ცოტა არსებობდეს. ერთი შეკითხვაც მინდა მოვასწრო ორივე თქვენგანთან. გიორგი ხაზზე ებრძანდებით, ხო? კი ხაზზე.
სანამ თქვენ შემოგვიერთდებოდით ამისთან საუბრისას მე ვახსენე გადაწყვეტილი ხალხური კრიტერიუმი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე სამსჯელოდ. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც საზოგადოების აღქმაში სასარგებლოა და აწყობს ხელისუფლებას და თუ კი ასეთ გადაწყვეტილებებს სასამართლო იღებს ხშირად, მაშინ ჩვენ აღქმაში ჩნდება დასკვნა, რომ ეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ის ასრულებს ხელისუფლების ნებას. და აქვე ვთქვით, რომ ეს საკმარისი აღქმა არ არის, მაგრამ ვერსად ვერ წაუხვალ ეს აღქმა არსებობს. და თუ მართლაც გადავხედავთ ბოლო 3 წლის მანძილზე სასამართლოს საქმიანობას, ჩვენ დავინახავთ არაერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელისუფლებისთვის სათნოა, ასე ვთქვათ. ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ჯდომა საკნებში და ოშაში სამივეს შეიძლება ითქვას სამზე მეტი ზის ალბათ, მაგრამ ახლა სამ თავარ ოპონენტს ახალაიას მერაბიშვილს და უგულავას უკვე მსჯავრიც აქვს დადებული, მსჯავრდებულები არიან და ეს არის ბოლო ამბები რუსთავიორთან დაკავშირებით, ოშაში რასაც რუსთავიორი წინასწარ ამბობდა, რომ ეს იქნება მათთვის ძალიან ცუდი, რაღაცა დამღუპველი, მაუწყებლობის აკრძალვის დახურვის მომასწავლებელი და აი ეს თუ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი, ზუსტად იმ გადაწყვეტილებებს იღებდა სასამართლო. ზუსტად იმ. ასე რომ გინდა არ გინდა აღქმას იმისა, რომ მოსამართლეები და სასამართლო რჩება ოღონდ რა დოზით ახლა მე ამ პროცენტს ვერ განსაზღვრავ მორჩილ ინსტიტუტად ხელისუფლებისთვის ეს არსებობს. ამდენად მის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ახლა თავად განსაჯეთ როგორ შეგვიძლია. გიორგი გთხოვთ? მე ძალიან მარტივ კომენტარს გავაკეთებდი, ესე იგი თქვენ რაღაცნაირად ჩემი პასუხი თითქოს გაეცით ანას ესე იგი კომენტარს, ხო? პრობლემა რაც არის, რომ ხალხი არ არის, ანუ ჩვენ თანხდებით იმაზე, რომ ხალხი არ არის. ხალხი რატომ არ არის, ამას ბევრი ახსნა აქვს. ის რომ არ მოგწონს არსებული მოსამართლეების გადანიშვნა, ეს ამის მხოლოდ ერთი ნაწილია პრობლემის. რამდენი მოსამართლე ყავს დანიშნული დღეს დათვალეთ და რამდენიც არიელი ადგილია. იურისტები, რომელიც პრაქტიკაში არიან, ასაბუთებენ, რომ 150 ადამიანს ეს სისტემა კიდევ აიტანს. შექმნა ამ ახალმა, ესე იგი, მთავრობამ მექანიზმი ამ სივრცის შევსების, იმიტომ რომ ვისაც დღეს სასამართლოს წარმოებაში საქმეები აქვს, მათ უწევთ 8-9 თვე ლოდინი პირველ მოსმენამდე. ეს არის პრობლემა, როდესაც ადამიანები სასამართლოში მივლენ და იქ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ეს ერთი. და მე მგონი ამაზე მეტი ლაპარაკი აღარ ღირს. მეორე, რაც შეეხება აღქმის საკითხებს. საქართველოს საზოგადოებაში იურისტი, რომელსაც სურს რამე შექმნა, მზად უნდა იყოს რევოლუციისთვის და მზად უნდა იყოს იმ რეალობასთან შესაგვებლად, რომ ის არ მოეწონება საზოგადოებას. საზოგადოებაში, სადაც წლების განმავლობაში კანონი არ კანონობდა, სადაც წლების განმავლობაში იყო გაზარმაცებული მენტალიტეტი დანაშაულის მიმართ და იყო მეტნაკლებად უკვე შემგუებლობა დანაშაულის მიმართ. ხო, ჩვენს გარშემო მოხდებოდა დანაშაული, რომელსაც რამდენიმე $1000 ადამიანები იხდიდნენ ამ ფულს და გამოდიოდნენ ციხიდან, ამას უყურებდით და ამ კულტურაში ვიზრდებოდით და ამ ადამიანებთან იქნება ძალიან ძნელი კანონის მკაცრი აღსრულება. ამიტომ ყველა შემთხვევაში სასამართლო იქნება უცხო ორგანიზმი საქართველოს საზოგადოებისთვის კიდევ ძალიან ბევრი წელი და ამასთან არის შეგუება საჭირო. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ საქმეებს, ამასთან შეგუება რა საჭიროა? ანა ხო, ისა პოლიტიკური საქმეები წუთი გიორგი გთხოვთ, მეტი არა. როგორ? მხოლოდ 1 წუთი. დიდი ბოდიში. ესე იგი პოლიტიკური საქმეები დღეს როგორც არის დასახელებული პოლიტიკურ დევნად, ასე პოლიტიკურ დევნად დასახელებული არ ყოფილა. თუ ყოფილა შემისწორეთ. რა პერიოდს ადარებთ? არც ერთი პერიოდი დაწყებული შევარნაძის დროს იყო, მე მგონი რამდენიმე აქტივისტი დაჭერილი ზვიად გამსახურდიას მომხრე. მეტი სხვა პერიოდში პოლიტიკურ აქტივისტად საერთაშორისო საზოგადოებას არავინ არ შეუფასებია. შემდგომ ზვიად ძიძიგური, ნუგზარ მოუდინაშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, აქ ამ სამი დასახელებულიდან 2 პარლამენტის წევრი გახლავთ, ისინი ითვლებოდნენ პოლიტპატიმრებად მაშინ. როდინდა პერიოდს 90-იან წლებს. მეც მაგ პერიოდს ვამბობ, ანუ მაშინ იყო თქო, როგორც მახსოვს თქო, აი ეს თქვა ზვიად გამსახურდიას მომხრეები დაპატიმრებული იყვნენ და ისინი ითვლებოდნენ პოლიტპატიმრებად. დღეს ყავს ჩვენ კიდევ საერთაშორისო აღიარებული პოლიტპატიმრები. სხვა დროს აღარ ყოლია. ის სია, რომელიც გაბატონმა ბესელიამ, ნანუაშვილმა და კაკაბაძემ და ასე შემდეგ წარადგინეს, ეს ქართული სია არის პოლიტპატიმრების, რომელსაც მე მგონი გაბატონი ანას ორგანიზაცია გამოეთიშა და ხელი არ მოაწერა. რო დაუბრუნდეთ სასამართლო სისტემას, ხო?
პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაზეც გიორგი საუბრობდა, რომ სასამართლო კორპუსში კადრების არსებობის პრობლემა ვერ გადაჭრა ხელისუფლებამ, რომ დავაკონკრეტო ეს ვისი პასუხისმგებლობის საგანია, ისევ და ისევ თავბრუნდები. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საგანი საბჭოსი. ამიტომ დავიწყე მე საბჭოზე საუბარი დღევანდელ გადაცემაში, იმიტომ რომ საბჭო არის ის ორგანო, რომელმაც აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ემსჯელა რამდენი მოსამართლე ჭირდება ქართულ მართლმსაჯულებას, რომ მან გამართულად იფუნქციონიროს და სამწუხაროდ წელიწადზე მეტია საბჭომ ეს ციფრი ვერ დადო. ამ საბჭოში შედიან მოსამართლეები. ამიტომ ვამბობ მე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სწორად განსაზღვროთ, ვინ არის პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტს ძალიან დიდი როლი აქვს იმისთვის, რომ სწორი რეფორმები გაატაროს, მაგრამ სასამართლო სისტემის სტრატეგიის დაგეგმა, მათ შორის სკოლა როგორ უნდა ფუნქციონირებდეს, საბჭორას უნდა აკეთებდეს, სისტემური ხედვა რომ უნდა დადოს საბჭომ იმის შესახებ, რომ როგორ მოვაგვაროთ კადრების ნაკლებობის პრობლემა, ამაზეა საუბარი, ეს საბჭომ ვერ ან არ გააკეთა და სანაცვლოდ გვთავაზობს ძალიან ბუნდოვან საეჭვო გადაწყვეტილებებს, მაგალითი არის გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ სწორად განსაზღვრა პასუხისმგებელი უწყების ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განსაზღვროთ, ვინ არის წარმატებაზე თუ ქართულ რეალობაში უფრო ხშირად წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი. ეხლა რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს, რომლითაც უნდა განსაზღვროთ, დღეს არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი, ან ზოგადად არის თუ არა დამოუკიდებელი. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული საქმეები ჩვენს რეალობაში, როდესაც ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემა არის კონკრეტული გავლენების ქვეშ. ამის კლასიკური მაგალითი არის გივი უგულავას საქმე, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა. მე ვფიქრობ, რომ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს საქმე საერთოდ არ უნდა მისულიყო საკონსტიტუციო სასამართლომდე და აქ არაფერი განსაკუთრებული სამსჯელო არ იყო. და 9 თვეში უნდა გამოსულიყო. კი, რა თქმა უნდა, ამას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, ამას ამბობს ყველა საერთაშორისო სტანდარტი. სამწუხაროდ გახდა აუცილებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომდე ასულიყო ეს საკითხი და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივად. მაგრამ მთელი ის პროცესი, როგორც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, გამოცხადება და ასე შემდეგ, ორივე მხარის მხრიდან, როგორც ბატონი ტურავას, ასევე სასამართლოს დანარჩენი წარმომადგენლების მხრიდან სამწუხაროდ არ ვფიქრობ, რომ შეესაბამებოდა ქცევის იმ სტანდარტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საკონსტიტუციო სასამართლო. რა იქნათ, როცა ერთი იმალება, რა უნაქნა. გეთანხმებით, მაგრამ ის რაც რა პროცესიც ჩვენ ვიხილეთ საავადმყოფოში მისვლით ჯგუფურად და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ თლად შესაბამისი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალ სტატუსთან, როგორც ამას ვამბობ. ბატონი ტურავას აქცელი, რომ ცალსახად მიუღებელი იყო და დასაგმობი. ტიკაკტი გამოდგა ეს სნეულთან არ მისულან ტურავან თვითონ თქორა ფეარჭი და მე გეთანხმებით, თუმცა ახლა შევთანხმდეთ, რომ აი ის მთელი დაძაბულობა, რომელიც ამ პროცესს ახლდა, სამწუხაროდ არ უნდა ყოფილიყო და სამწუხაროდ იყო და ამის განუხტვის ვალდებულება ალბათ ორივე მხარეს ჰქონდა, ზოგს მეტად ალბათ, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ნამდვილად სამარცხვინო იყო ის, რაც ჩვენ ვნახეთ. და საკონსტიტუციო სასამართლო გაიხო ამ ყველაფერში. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკის გავლენებს, კი. და ძალიან მნიშვნელოვანი აქტორი, რომელიც არ უნდა დავიწყოთ. სასამართლო იზოლირებულად ვერ მოქმედებს. ის ძალიან ხშირად მიბმულია იმ ლოგიკურად არა მხოლოდ საქართველოში, შემოსაზღვრულია იმ რეალობით, რომელსაც მას თავაზობს ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა. ეს არის სამართალდამცავი სისტემა და პროკურატურა. პროკურატურის მხრიდან ხშირად იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლის გამოსწორებაც სასამართლო ეტაპზე უკვე არის შეუძლებელი და სასამართლო იძულებულია პროკურატურის მხრიდან ძალიან არასწორად დაწყებულ საქმეს უბრალოდ მისცეს შეფასება. ამის მაგალითი არის გიორგი ოქროპერიძის საქმე, რომლის მიმართაც ძალიან სამარცხვინო პრეცედენტი შეიქმნა, როდესაც მას განმეორებით წაუყენეს ბრალი, რაზე, იმაზე, რომ ადამიანმა განაცხადა, რომ ის გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და ძალიან საშიში პრეცედენტი შექმნა პროკურატურამ ბრალის წაყენებით. დღეს უკვე სასამართლოს ერთადერთი შეუძლია იმსჯელოს ამ ცალკე აღებულ საქმეზე, მაგრამ თამაში
ძალიან არასწორად დაიწყო მასე პროკურატურა. შეიძლება გუშინდელი ამბავიც პროკურატურას არა, დააბრალო. გუშინდელი ამბავი რა თქმა უნდა არის პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შუამდგომლობით შესვლაც კი რომ პიესარი პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული, არ ვფიქრობ რომ სწორია და ძალიან არასწორი ნაბიჯია პროკურატურის მხრიდან, მაგრამ სასამართლოს მხრიდანაც მე განჩინება ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ალბათობით ამ შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეწინააღმდეგება იმ საერთაშორისო სტანდარტს, რომლის დაცვისკენაც ჩვენ სულ რამოდენიმე დღის წინ ძალიან მაღალი ტრიბუნები მოგვიწოდეს. გულისხმობთ რომ სასამართლო შეეძლო ბრალებში არ დამორჩილებოდა პროკურატურის სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ არ შეეფარდებინა. კი, ეს ზოგადად დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს არის სასამართლოს როლი, რომ პროკურატურის არგუმენტები და ეჭვები და მტკიცებულებები ძალიან მკაცრი კონტროლის ტესტს აუქმდებაროს, მაგრამ სამწუხაროდ არის შემთხვევები და ქართულ სინამდვილეში და ბოლო პერიოდში არაერთი, როდესაც ასე არ ხდება. ამიტომ რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენების არსებობა სასამართლო სისტემაზე კონკრეტული საქმეების ფონზე ჩანს და რა თქმა უნდა ეს ძალიან სერიოზულ ჩრდილს აყენებს სასამართლო სისტემას. როცა ჩვენ შევეხებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხს და ახლა ჩვენ დრო ამოიწოდა რომ დაგემშვიდობოთ, ჯობია თემა დავაფორმულოთ, არა ასე დამოუკიდებელია თუ არა სასამართლო რამდენად დამოუკიდებელია? არა, ეგ საერთოდ მკვდარი კითხვაა, მაგას ვერ ვპასუხებ. არამედ რატომ უჯერებს პროკურატურას სასამართლო უმეტესწილად? აქ შეიძლება გამოიყენოს წმინდა სამართლებრივი ასპექტები, როცა მართლა თქვენ თქვენს არ იყოს სხვა გზამართლებს არ აქვს, მაგრამ როცა აქვს და მაინც უჯერებს, აი ეს არის საინტერესო საკითხი და როგორც ჩანს ეს არის ძირი საკითხი სასამართლოს დამოუკიდებლობის გასარკვევად. ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, გახდათ ჩვენი სტუმარი, ინგა გურგენაძე, ხმის რეჟისორი, ნინო რამიშვილი პროდიუსერი, გადაცემაში ერთვებოდა გიორგი მელაძე, იურისტი, დავით პაიჭაძე უძღვებოდა პიკის საათს. მადლობთ რომ მოგზავნით ნახვამდის. დიდი მადლობა თქვენ. საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად.